ჩვენგანი შეთანხმება დედამიწაზე მიეცემათ მამისაგან, რომელიც ზეცაშია. იმიტომ რომ როდესაც 203-ია შეკრებილი ჩემი სახელი, მეც იქავარ იმათ შორისო. ასე რომ ჩვენთან არის ღმერთი, როიცოდეს ჩვენც და როიცოდეს საპატრიარქო. შვიდობა გირფასო თანამემამულენო, თქვენ ვინც დღეს აქ იმყოფებით ამ საპასუხისმგებლო აქციაზე, თქვენ აბსოლუტურად გათვითცნობიერებული გაქვთ, თუ რამხელა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი სამშობლო და მადლობა თქვენ რომ აი ამ სადარონ დროზე გეხართ დღეს და თქვენ აქ მოგზადეთ დიდი პასუხისმგებლობით. დღეს ამ აქციას ატარებს ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენას აბრძოლოებისთვის და ამ აქციის ორგანიზატორია ბატონი შალვა მახრაძე, რომელიც გახლავთ ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრი და ასევე ეროვნულ სამწმუნოებრივი მიმართულებით ხელმძღვანელი. ამავე დროს არის არასამთავრობო კოალიაციათა ორგანიზაციათა სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტი. ორ სიტყვას ვიტყვი და მთავარი მოხსენებელი იქნება ბატონი შალვა. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი მას, რომ დღეს ჩვენ ისეთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ, ჩვენი ქვეყანა იმხელა დიდი პრობლემის წინაშე დგას, რომ სახეზია უცხო ქვეყნებისგან შემოტევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და ქვეყნის არსებობაზე ქართველებისთვის. ეს ხდება არა იარაღით, არამედ უიარაღოთ დიდი ფულით, არაბული, ირანული და ასე შემდეგ. ყველა შემოსეულია აბსოლუტურად გაყიდულია უზარმაზარი ტერიტორიები, ხალხმა არაფერი არ იცის, საქართველოს ტერიტორიების უდიდესი ნაწილი არის გაყიდული. ამიტომ ამ თემას, ამ პრობლემას ვერც ჩვენ ახალი შექმნილი ორგანიზაციის გაერთიანება, არაპარტიული გაერთიანება მოერევით, ვერც ერთი პარტია და ნურავი ნუკეიკლუცობს, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა თელიერის ერთიანობა და ეკლესიის და საპატრიარქოს გვერდში დგომა. ამიტომ მოვედით ჩვენ აქ დედა ეკლესიასთან, მოვედით საპატრიარქოსთან და ეხლა სიტყვას გადავცემთ ბატონ შალვა მახრაძეს. მოგესალმებით ჩემო ძილს. აუწიეთ. ასე მოგესალმებით ჩემო ძილფასებო. წინასწარ გთხოვეთ, მაგრამ მიკროფონის გარეშე ჩვენ აქ მოსული ვართ, რომ ჩვენი აზრი ხელში და დაიჭიროს ვარ. დავიჭერ ხელში მათში. ბოდიშით რუპორზე ვარ, მე უფრო შეჩვეული რუპორტით ატარებდი ხოლმე აქციებს და ამიტომაც ბოდიშ მოგიხდით. კარგით, შევთანხმდით, რომ ბოლომდე სათქმები უნდა ითქვას, შემდეგ დაისვება საჭირო კითხვები და საჭირო მოთხოვნების გაშღება. მე მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა საპატრიარქოზე მიმართვა იმ სიტყვებით, რომლითაც გენიალური ქართველი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია თავის უკტავ ქმნილებაში დიდოსტატის მარჯვენაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ პირველი მიმართავს ზიად სპარსაკას. ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია ზიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც. არც მე წამ საქართველოს დაქცევის მოწმე გავხდე. უმალდამსებია ეგ თვალნი და ყურნი დამგვანია სმენად ბოძებული, უფლისა მიერ რამე თუ ნეტარ არიან ისინი, ვისაც უმალ სიკვდილი უწევს, ვიდრე საკუთარი თვალით იხილვენ სამშობლოის თვისის იავარყოფას. ნეტავარიანი იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩtildeებს შორის ლანდაც ქცევას არჩევენ, გადაგვარების გზაზე დამდგარ
თანამემამულეთა წიაღში ყოფნას. ბურჯულოება მომძლავრებულია საქრისტიანოსაზე და ასე დროს ჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ გამოვიჩინეთ, მერაც მიშვერიან ის ციხენი, რომელსაც გიორგი მეფის ბრძანებით აშენებს ზვიად ბატონო შენ. ქვეყანა თავზე დაგვექცევა, იავარ ქმნიან საქრისტიანოს და მაშინ ვერც ის ცეცხლის ქვეველი ხმლები გააწყობენ რასმეს. გიორგი მეფე რო აწტობინებს ფარსნას, უღმერთოსა და მუჩნით მეზრას. რა მოხდა თითქოს? აი, თითქოს რა არის ამაში ისეთი რაღაც საოცარი, ისეთი რაღაც შემაწმწუნებელი, რომ მესიის მახვილად წოდებულდა გიორგი პირველი, საქართველოს მეფე გაუმიჯნურდა განდგომილი ერისავის ხოლოჩობით პირშველიერ შორებას. არც იმაშია ხო თითქოს რაღაც საოცრება და რაღაც დამღუპველი, რომ ის ზუსტად საქართველოს სამხედრო ძლიერებისათვის თუნდაც უწმუნო და მეზგაბრე თანსმენს პარს იყენებს. მაგრამ ალბათ ალო მაგრამ ალბათ უფლისაგან მისი ღვაწლისათვის მონიჭებული მომავლის განჭრების უნარი ჰქონდა დიდ მელქისედეკს, სხვადასხვა საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს. 1021 წლებში ის იყო საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქი და წმინდანად არის შერაცხული. ალბათ ის ხედავდა, რომ გაივლიდა 1000 წლეული და მის სამშობლოს დაემუქრებოდა არდახული განსაცდელი. ხოლო ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი უმთავრესი ციტადელი საპატრიარქო დუმეს აირჩევდა და ამის რაღაც ზოლის ამ დიდი ბოროტების თანაზიარი და თანამოქმედი გახდებოდა. მე ერთი შეკითხვა ნუ თუ იმისთვის იწარნენ ასე სასტიკად რაჟდენ პირველ მოწამე თუ ევსტახი მცხეთელი, წმინდა აბოთუ შუშანიშვილი, გობრონი თუ კონსტანტინე კახი. ნუ თუ ამისთვის განაკვირვე თვით გულმოყრულ თავისი შეუპავლობით არ გვეცეს ერისთავებმა დავითმა და კონსტანტინემ ძმებმა ხეიზეებმა. ნუ თუ იმისთვის შეეწირა 1227 წელს აქვე ახლოში მეტეხის ხიდთან 100,000 თბილისელის სიცოცხლე ჯალათების მახლი, ხოლო შემდეგ 1381 წელს ვიტომ მოხდა ფაფთახევის მონასტერში ვიტომ ჩაწვეს ასობით ბერგონაყები თემურლენგის მიზანტროფებმა. ამიტომ შეეწირა 6000 გარეჯელი ბერი 1624 შაჰაბაზის ურჩხულების მახვილები. იმისთვის დაფრინჩეს 1622 წელს მიკროფონი შევიწოდე. შაჰაბაზის დეტარი დედოფლის ქეთევან წამებულის თაებრივის სეული, რომ დღეს საპატრიარქო, რომელიც ჩვენი თვითმოვადობის საფუძველი, ჩვენი უმთავრესი სულიერი ღირებულების ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის უმთავრესი ციტადელია, ჩუმად იყოს და ამ
აი თავზე დატეხილ უდიდეს უბედურებას. ეს როგორი უბედურებაა? ეს არის უბედურება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქართველ ერს, როგორც ჩვენი ქვეყნის საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი ერის არსებობა საბოლოოდ გარანტირებულად შეუცევა და დაასრულებს ასე დროს, რომ ის გუნდეს და თავის კაც პოლიციას არ გამოხატავს. 24 საათი გვესმის წადით ილოცეთ. გასაგებია ფინანსური ლოცვის ძალა ჩვენ ნებისმიერ მართლმადიდებულ ადამიანს შეგნებული გაქვს, მაგრამ ახლა კარგად გადიდეთ. ქართველებს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რომ დამჯარიყო და რო ელოცა. მე არ მგონია რომ დღემდელობამდე მოეტანა. ქართველი ერმა ლოცვას თავის დროს იცოდა ბრძოლა. მოდი რამოდენიმე ისტორიული მაგალითი, როდესაც ლოცვაც იყო და ბრძოლაც იყო. მოდი წარმოვიდგინოთ 1921 წელი. წარმოვიდგინოთ 1921 წელი 12 აგვისტო დიდგორის ველი და საუბრად გაწყობილი 55,600 ქართულ ჯარს, 40,000 ქართველი, 15,000 ტიჩანი, 520 ალანი და 100 ჯვაროსანი მიბათავს ჩვენი ფაებრივი მეფე. დავით აღმაშენებელი. ეხა მეომარნოთ მისტესანი. თუქთის ჯულის დასაცავად ხალხადებით ბრძოლებს არამს თუ ეშმაკის გულის მინდევართა. არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხეთ და ერთ რამეს გიჩვენეთ, რაც ჩვენი პატრიოტებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველა მხედების ცისკენ ავტობი ძლიერ ღმერთს ახმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის დროზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით და რომცა შეგვეძლოს გაქცევა კიდევაც რომ მოვიდობოთ ამ ხელობის შესასვლელი, რომლითაც შემოსვლად ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და ეს როდესაც მოგვიახლოვდება საიერიშოდ იცე გულით დაუნდობლად შევოწიოთ. ილოცეს უფალს შემწეობას ხოვეთ, შემდეგ კი იობეს. დავით აღმაშენებელს საუბარი და დიდგორზია. შემდეგ გაიარა 95 წელი, ეს 74 წლის შემდეგ ისევე მეორებს უკვე შამთორი და ფაებრივი თამარ მეფე. ისიც ზუსტად ასე ლოცვით კუთხევით მიმართავს თავის ჯარს. ზმან მოჩნდება ვიცი კვლავაც შეწმუნდება გულით თქვენი სიმცივრითა თქვენითა და სიმრავლითა მტკიცათა რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი მას შეისწრაფეთ ქვეყანათ მადდა ძალითა ჯვარისათა კლავისა უმტკიცესითა და გულითა უმართლესითა და თამარმა დაალოცა ჯარი დაალოცა დროშა დაალოცა ხმალი თვითონ ფეხში შვედი მეტებს მივიდა ლოცვა ქვეყნის ლაშქრისა და ერისა და ვიცით იმ ბრძოლაში აბუბა თანაც აწაგვავის იმ ბრძოლის დროს ჩვენმა ისტორიული ახალი მეგობრები როყვას არაბები ხალიფამ ჯარი გამოაგზავნა და თავისი დროშას გადაცა ამ ხალიფას დროშა და ქართველმა ლაშქარმა გადააკეთეს შემდეგ კარგად ასეთი ფაებრივი დედოფალი რო დალოცავდა და ის მარტო ერთი რამეზე იყო საკუთრები მიდვის ასპერდა აბუბეკის ჯარს თუ ჯარი აბუბეკს და სწორვა ახალციხელმა ჩასწრაფა მთელი დასტი თავისი დედროშიანა და ხალიფას დროშა წინ გაუფირა თავის ფაებრივ დედოფალს
გაიარა 7 წელმა და კიდევ უფრო დიდი საშიშროება დაეუფლა წესამდე. ჩვენ ვიცით რომ რუის სულთანი მუფრადი იქაც არაერთი არაბული ემირი იყო სამოსული მუფრადიდან ერთად და თამარ როგორ გითხრათ თამარის საპატიო უსტარი მუფრადინისათვის ეს არის ქრისტიანობის გეობის სულიერები რაღაც ვარგადასული რაღაც მილება რა ვიცი შედევრია და ამავე დროს უდიდესი რაინდული მამაც შეუცვალე მიკროფონი შეუცვალე მიდი რაღაც შეცვალო აი მაშინა ილაპარაკა არის რითმა ალო ახლა ის აიწია ხა დაანდა მითხარჯი აიწია რომ ხალხო და აი მეორე მიკროფონი საუბრობი ამაში და ის გათიშოს კავშირი არ გაიფანტო შობია ათიშა ის გაათი შედავსო ის გაათი და სალვა ძალიან ერთი წუთით რა ასე დაიჭირია ახლოს მიდი აბანო დავით აი ეს მაგლა რო დაკე არა გაიგონე და შეიხდა აი ხო გითხარით ამავე დროს უდიდესი რაინდული და რაღაც შემართებით შედევრი ძალსა ყოვლისა მყრობელისა მინდობილდა მარადის ქალწულის მარიამის სასოებით მოსალმან ჯვარისა მავედრებელმან წარვიკითხე ღვთით გამარისხებელი წილი შენი მუხადინო და ცან სიცრუენი შენი რომელთა ბწე ღმერთი იყო შენ ოქროთა მევიდეთა სიმრავლეთ მინდობილსა ხოლო მე არც სასიმდიდრესა და არცა ძალსა ჯართა შენთა არამედ ძალსა ღმერთისა ყოვლისა მყრობელისა და ჯვარისა პატიოსისა რომელიც ჩვენ გმე ამ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ქრისტეს მოსახლე არა თაყვანისცემა ჩვენა არამედ დასამხობა სიღვარისა მაგი და ამტამტამისა გულისა შენისა იყავ ნება ღვთისა ნუშენი სამართალი მისი ნუშენი ხოლო ჩვენ მე კარგად ვუწ გახსნილება მსახურთა შენთა წარმომივლენია მსახურნი ჩემი რომ თქვენ პასუხი გროზე მოგეცეს და გაგზავნოთ რამეთო ჩვენს მიერ წარმოგზავნილ სპათა ფეხი ესე რა კართა შენთა ზედად განადო და აი თამარის ლაშქარმა ძირფესვიანად გაანადგურა 400,000-იანი უჯულოთა ლაშქარი ჩვენ ისტორიულად არ გვაკლია არც ფიცი და არც ბრძოლა დედაჩა ახლა რას მეუბნება ამ ლოცვის შესახებ რა ახლა რას ახლა აქ პროვოკაციები გმობებს რა არ მიაქცევთ რა ხო ახლა რა სიცახის ამაზე დიდი რჯულის კანები სახარები მეექვსე თალი პირველი ქვები ძალიან აქოთ რა დაწნარდით რა მანდეთ არ გვინდა აქ არეულობა და სპორტი ხო არა უშავს ახლა პროვოკატორები იქნებიან ნუ გამოეხმაურებით ხო გენაცვალეთ ხო და ასე ნას მეუბნება დიდი რჯულის კანონი სახარება 24 საათი როდესაც მიხადაგებენ ლოცვას
როცა აი პირველი ლოცვისათვის აი სახარება მათე სახარება მეექვსე თავი როცა ლოცულობთ მიიქცევით როგორც თვალმაქცევი რომლებსაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩებში თქმა და ლოცვა რათა ხალხს თავი მოაჩვენო ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღვაურიო თქვენ კი ლოცა ლოცულობთ შეედით თქვენს ოთახში ჩაიკედეთ კარი და ილოცეთ დაფარულში ყოფი და მამა თქვენი რომელიც დაფარულში ხედავს მოგიზღავს შენი ხოლო ლოცვის დროს მოილაპარაკეთ ძებნებს რომელს ამას თვალმაქცევი აკეთებენ ვინაიდან გონიათ რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი ხდებიან ნუ მიბაძავთ მათ ვინაიდან თქვენმა მამამ იცის რა გიჭირს ჩემს მანამ ვინამ შეთხოვდეო ახლა მე ვერ გავიგე ღმერთისაც ამუნდა დავიჯეროთ კაცო მაცხოვარსაც როდესაც ეს არის სახარება ფაზე მათე სახარება შეგვიძლიათ გადაამო 24 საათი კიდევ გვესმის ბატონი ბიძი და უდიდესი ქალმოქმედი სამება ააშენა გავიგე დედაცვალი ააშენა სამება სამაგიეროდ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო სამაგიეროდ ჩვენ აქ არ ვიცი სხვადასხვა ისტორიის ხალხი არის ხალხი რომელიც თავგანწირულად იბრძოდა იმისათვის რომ ბატონი ბიძი და ივანიშვილი და ეს ხელისუფლება მოსულიყო ხელისუფლებაში აგერ მე ჩემი თანამებრძოლებიც ვახდია რა არ მინდა ახლა მაგაზე ვილაპარაკო ხოდა კაცი მოვიდა დაუკვირდა რომ პირველ წელს ვიცხოვრებდით უკეთესად მომავალ წელს ხო უფრო და უფრო უკეთესად მესამე წელს ევროპის ყველა ქვეყანას გავასწრებით მეოთხე წელს ნუ ალბათ კოსმოსში უნდა გავფრენილიყავით გაიარა რამოდენიმე წელწელმა შვიდად წყარად გამოვიდა ეს პიროვნება და მეუბნება კაცო სულ არ მჭიდებით თქვენ მაგ ასეთი მშიერი მწყურვალი ხალხია ჩაალაგეთ თქვენი ბარგი ბარგანაო ბილეთებსაც ან უფასოდ ან იაფასიანს გინახავთ და წადით ვიცი აქიდანო გინდა იმათხოვრეთ გინდა იმსახურეთ გინდა იყაჩაღეთ რაც გინდა გააკეთეთ როგორც აქ ნუ გაჩერდებით და მილიონამდე ქართულმა რა ვიცი მე 10,000-ობით ადამიანი გამოიყარა ქუჩაში მე უძრავი ქონების საბანკო სამევახშეო სისტემის დაზარალებულთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ვარ და მე და თანამებრძოლებით მე და მამისას 250-ზე მეტი გამოსახლება გვაქვს გადადებული 15 შეწარდა რავი მაგრამ ეს არ შევიდა ეს ვაში წვეთი ამაზეც არ დაკალუბრდა და დღეს აი არაბებზე როდესაც მინდის საუბარი ალბათ არიციან ისტორიულად ერთი დავიგეთ რომ ჩვენ უდიდესი მეგობრები ვიყავ ბოდიში ხახა ცოტა ხელა იმიტომ რომ ასეთი ტექნიკური ხარვეზები უკვე ჩვენას მოქმედებს არა მიდუმებთ დიდი ჟურნალის კანონზე საუბარი არ არის დამერწმუნეთ ასეთი ადგილი ხოდა ან ბოდიში გიხდით მაგას არაბები ხუთი დიდი მოწამეები საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია 25 დიდი მოწამე საერთოდ 300,000 მოწამეა ცნობილი ხოდა იქიდან მესამედი ყველაზე ცოტა ქართველებში არიან იმიტომ 100,000 მარტო მოწამე ხო აგერ 1227 წელს თბილისში და 35 დიდ მოწამედან 5 საქართველოსდან და მათგან 4 არაბებმა შეიწვა 735 წელს ნურმანტული სასტიკად აწამა დავითი და კონსტანტინე ძმები მხეიძეები 853 წელს აწამა ესე იგი კონსტანტინე კახი თავის შვილთან ერთად და სიმპელი დასაჯა მეორე დიდ მოწამე მესამე უკვე შემდეგ ბოლო ეს მაშინ ბურათურკი შემოესია მაშინ საქართველოს თბილისი აიღო 50,000
ადამიანი ამოწყვიტა და შემდეგ უკვე ბოლო როდესაც არაბები შემოვიდნენ 914 წელს ამ დროს უკვე ვიცით რომ ყველი ციხე როდესაც აიღო მან თქვენ აიყვანა მიქაელი გოგრუნაძე წოდებული და თავის 133 თანამებრძოლთან ერთად წამებით სიკვდილით დასაჯა. ამის გარდა აი ბატონი დავით არქანურავის გამოსვლა იყო ხო ვერ წაართო იცის ამ ადამიანთა ისტორიაც იცის და ჯურის კანონიც იცის და დაასახელა 10 ტომი მე ჯერ კიდევ გაგრაში 99 წელს მაშინ ბატონ არკადი ბანკოზიასთან ხონდა ხოლმე ხალხთან შეხვედრები და მაშინ დავასახელა 10 ტომი რომელიც არაბებმა უშუალოდ არაბებმა ამოწყვიტეს ბულგარები, დილები, ზიგრიტები, მინები, მახალონები, სპეცინიები, ხენიოხები, ჭილბები და შედუხაზე. ესენი ყველა ამოწყვიტეს არაბები. ეს არაბები ვაპობილიყო ჩვენ მაფრაშენება 100 მილიონი ყოფილიყო თითქოს. ამაზე დიდი საუბარი როდესაც მიდის ამ უბიდეს ქოლმექმედებაზე საუბარი იგივე დიდი ჯურის კანონზე მინდა გითხრათ მეექვსე თავი ისევ მათე სახარება რაც გვეუბნება მათე სახარება აი პირველი პუნქტი ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანების თვალწინ მათ დასანახად თორე ვერ მიიღეთ წყალოდაც თქვენი ზეციური მამისაგან. ხო და როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე. როგორც ამას თვალმაგსები აკეთებენ, ვინაიდან მათ უნდათ რომ ხალხმა აქოს ისინი. შენ კი როცა მოწყალებას გასცემ, შენ მარცხენას ნუ ეწოდინება რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამა შენი რომელიც დაფარულში ხედავს მოგიზგავს შენ ცხადათო. ახლა არ ეჩვენებ ამ საქართველოს მოსახლეობა რომ უკვე აი მე აღარ ვიძახი კაცო ამ ხელისუფლების ეს რაღაცა შიენზე საუბარი არ მაქვს მაგრამ აი ერთმანის თეორიამდე ეს უკვე ყველაფერი დაცული არა და თაყვანისმცემლობა სოდომისტური სოდის შემდეგ ყველაზე დიდი ცოდნა რას მეუბნება რუსული სისტემის დეგისები რომელიც ქართულ ენაზე დაწერილი ერთადერთი საეკლესიო დოკუმენტია რომელიც დიდი რჯულის კანონში შედის ნავალი მოდგმის მიერ ნავალი და ურიცხვი ცოდნა ყოფილა ჩადენილი როგორიცაა რობა შური სიძულვილი კაცის ქრა მრუშობა ცრუფიცობა ბოლოს ყველა ბოლოტების საწყისი კერძსახურება და თაყვანისების გადატანა დამბადებლისგან დაბადებულთან მიმართება რაც ხდება ეს ჩვეულებრივი ხო კარგი თუ არ ჯერათ რუსული სისტემის ბიბლიის ხო ჯერათ ეცო როდესაც მოსე სინაის მთაზე ღმერთმა შემოქმედა და დაუწერა ათი მცნება სხვადასხვა ორ ქვის ფილაზე ამ დროს ვიცით რაც მოხდა ის რომ შექმნეს ოქროს მოზვერი ავიცი ხო და დაიწყეს ლოცვა ღმერთი გამოეცხადა მოსეს და უთხრა საერთოდ გავანადგურებო ახლა ებრაელების მოდგმას ეხვეწა მოსე მე თვითონ დავსჯი წამოვიდა ჩამოვიდა ეს რო დაინახა იმდენად გაცოფდა რომ მერჩის ხელი ცეცხლოვანი ხელი დაწერილი ორი ფილა დაამსხვრია კონი არეგულირე შავა არის ნუ მოაცილებ ხოდა და გაიცა მოატრიალეს და შემდეგ უთხრა თავის მიმდევრებს ერთთაყვანისმცემლობის გამო
აიღეთ מחვილებიო. ძმა მოკლა ძმაო. ნათესავმა ნათესავი. მეგობარმა მეგობარი. და იმ დღეს 3000 ებრაელი გაწყვიტეს თვითონ ებრაელებმა. ეს მოსახლეობა იმ რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი იყო. და კარგი შედა მაქსიმალურად შევამცირებ მაშინ ჩემს გამოსვლას სხვა რაღაცაებზეც მინდოდა მესაუბრა, მაგრამ მაინც ყველაფერი აქედან გამომდინარე მე მინდა მიმართო საბადოებს. კიდე უბრალოდ მინდა რომ გამიგოთ ჩვენ დღეს აი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამაზე აღარ არის საუბარი რომ სვალ, ზეგ, ბაზექ რა იქნება. თუ ეს 70,000 არაბი, დიდარი არაბი ჩამოსახდა ასე კომპაქტურად ქართველი ერი როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი ერი არსებობას უახლოებს მომავალში შეწყვეტს. ამავე დროს საბოლოოდ დამთავრდება ჩვენი სახელმწიფოები. ამიტომაც მე მინდა ვიმართო საბადოებს. აუცილებელი ჩვენ ვიცით რომ ჩვენი დევიზი ვითაც ვიმარჯვენით ეს იყო და ხმა ღვთისა და ხმა ერისა. მოგმართავთ ღვთისა და ერის სახით. აქ შეკრებილი საზოგადოება. აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სინოდის ხდომა. აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ წაეყინოს ხელისუფლებას ულტიმატუმი რომ თუ ისინი ამას ამ ბრძანებას უკან არ წაიღებენ მაშინ ისინი განიკვეთებიან ეკლესიიდან შეჩვენებული იქნებიან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ამის შემდეგ თუ ეს მოხდება ერთი კვირის ვადაში უკვე დავინახეთ თუ ისინი არ თუ ჯერეთი საპატრიარქო არ გააკეთებს ამას მაშინ ვხვდებით რომ ჩვენ აი კარგად ვიყავ ერთი რამეც მინდათ რომ გამიგოთ როდესაც ფარას ხიზელი წყენცი და ერთგული დარაჯები ხომაკები უდგანან დარაჯება თქვარი შედარებით გაცვლილია უბედურება იმ დროს იწყება როდესაც წყებს შეეძინება ხოლო ამ ხომაკებში თავიანთი წარსული გლური ველური ბუნება გაიღვიძებს და ერთად მივარდებიან ჩვენს დასაგრეთში. ამ დროს ჩვენ გადარჩენის ერთადერთი გზა რომ დაძიდნენ ერთად დაიყენონ წინ ოჩები შეუტიონ ხებზე წამოაგონ როგორც მგლები ასევე გამდელებული ხომაკები. სხვა გზა არ არსებობს გამიგეთ მასათვის. მაშინ მეცოდინება რომ ჩვენ ქართველი ერი არ აქვს არ საპატრიარქო საერთოდ და მაშინ გამოაცხადოთ უნდა სხვა გზა არ არის ეროვნული დაუმორჩილებლობა და ამ კუთხით მებრძოლება. ეხლა მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ თუ შეიძლება 1-3-4 წუთი ჩემი შორის ბატონ დავითს გადავცემ იმიტომ რომ ამდენი და ამ ვიქასოთ თანამემამულება, რომ შეიძლება თქვენ ეხლა მოისმინეთ მიმართვა საპატრიარქოზე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება და მთლიანად რეული უზარმაზარი რაოდენობის წერილებია მოსული ემიგრაციიდან ქართველი მართლმადიდებელი გადახვეჭილი ემიგრანტებისგან და პირდაპირ მიმართავთ როგორც ბატონ შალვამ მიმართა ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა საცხოვრებისთვის დრო არ ითმეს თორე ეს არ იქნებოდა ასეთი სასწრაფო ულტიმატუმი დრო არ ითმეს ყოველ დღე იკარგება არა მარტო ეს არაბული ქალაქებია იყიდება ტერიტორიები ერთი კვირის ვადაში ჩვენ დაველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მოიწვიონ წმინდა სინოდის ხდომა და მოუწოდონ ხელისუფლებას გააუქმოს ეს ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია და საერთოდ აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწების გაყიდვა. თუ
საპატრიარქო ამას არ გააკეთებს, მე გუშინდელ პირდაპირეთებში ვთქვი. რა მოყვება ამას? ამას მოყვება ის, რომ ქართველი პატრიოტები ჩვენ ვერავის ვერ დავნებდებით და ვერ მიუშვებთ ისე, რომ აქ ესე იყიდებოდეს მიწები და არაბული ქალაქები და სოფლები შენდებოდეს. ჩვენ დავდგებით იქ და ჩვენ გადაგვიაროთ. აი ის სისხლი მერე, იმ სისხლს მოკითხავს მერე. აი მეგრე წოდებული გამყიდველ ხელისუფლებასთან, აი ამ საპატრიარქოსაც. ჩვენ ძალიან გვინდა რომ საპატრიარქო მესნაბიჯი გადმოგდეს, რადგან კიდევ მეორე ცალკეული ვერც გაერთიანება და ვერც ერთი პარტია ამას ვერ გააკეთებს, ვერ ახუდგება ამას. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა დროს რო იმართება პარტიული შეკრებები, ხალხის გართობა სხვა არაფერი არ იქნება, ხალხი დაწყნარდება ვითომ რომ ვერ ხალხს დაინახავს, სინამდვილეში კონკრეტული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი წინასწარ ვიცი და გააგრძელებენ ჩვეულებრივად შენებულებას. ამიტომ ჩვენ ველით პასუხს, ეხლა აღარ არის ბუმილის დრო, საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა და ერთი კვირის ვადაში ქართველ ხალხს გაგვაგებინოს პასუხი. დგება თუ არა ქართველი მართლმადიდებლების გვერდზე? წინ აღუდგება თუ არა გარეთ რებს, რომლებსაც ოცნებათ აქვს შეეული საქართველოში მოისპოს მართლმადიდებლობა და საქართველოს დაეუფლონ უცხო ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებიც საბოლოოდ სულხა სახელმწიფოს შექმნიან აი ამ ტერიტორიაზე. აი ეს დიდი საფრთხე, მეგობრებო, რომელიც ეხლა ერის წინაშე დგას, ძალიან ცოტა დროს ითვლის, ჩვენ შეიძლება უკვე 2 წელიწადში დასრულებულებიც ვიყოთ, ამიტომ დრო არ არის, კიდევ ერთხელ ვიძახით. შეიძლებოდა ეხლა აი თვითონ საპატრიარქოდან ეხლა ამდენი ხალხი რომ არის აქ მრევლი არის მოსული, დილობის საკითხიც არის და ადამიანობაც არის, რომ ვინმე გამოგხედოს გარეთ და პასუხი დასცეს აი ამ ხალხს. ხო არის აქ პრესპიკერია, გაღმაიძია ისინი და ვინმეს დაავალონ და გამოვიდეს ერთი სასულიერო პირი და მოგვახსენონ რას ფიქრობენ, რა არის ოფიციალური პოზიცია, მერე თვითონ დააფიქსირონ წმინდა სინოდის ხმობაზე. თუ არ გააკეთებენ, აქ თქვა ყველაფერი. მაშინ ჩვენ სახალხოდ გამოვაცხადებთ, რომ ეკლესია აღარ საპატრიარქო აღარ ადგას ქართველი ერის გვერდზე. ეს იქნება საბოლოო პასუხი ყველაზე ცოდინები. მე აქ ხედავ ბევრ მეგობარს, მომზადდეს უთხარ თუ აქ არის მოძღვარ, მომზადდეს კი. მომზადდეს სასულიერო პირია. რა თქმა უნდა, თვითონ პატრიარქმა თქვა ეს, რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს. არავის ამ ქვეყანაზე. როგორც ამბობთ, მე აქ უფრო მეტ ხალხს ვეღებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველებს შევდოდა გზინოთ. უბედურება ჩვენი ეს არის. მე ახლა ერთ სამკითხვას დავწევ და მოვიცინოთ ამ კითხვის პასუხი და მე გადავიდეთ სხვა. ჩვენი ეს შეკრება იცით წინა იძინა? როგორ დაფიქრდით? რას კითხულობ? ეს ჩვენი შეკრება იცით წმინდა ცოტნე? ეს ჩვენი შეკრება იცით წმინდა ევდემოს კათალიკოს რა? აი ეს მე მაგალითად გთხოვთ, რომ ვისაც საშუალება აქვს, რომ ეს ხატი შეიქმნას ბიზნა ჩოლოყაშვილი, ცოტნე დადიანი, ევდემოს კათალიკოსი, რომლებიც ზუსტად საქართველოს გულისათვის დაეცა. საქართველოს ერთიანობისათვის დაეცა.
ჩვენ შეიძლება გაგვიგონია ამბიონიდან რომ გლობალიზაცია მოდის, გლობალიზაცია ჩვენ გვერდს არ აგვივლის და აი ზუსტად აი ამ შუაგულში მოხდით ჩვენ. გლობალიზაცია ნიშნავს იმას, რომ იერუსალიმში უნდა აშენდეს მესამე ტაძარი, თქვენ მოგონიათ ტრამპი და პუტინის შემთხვევით შეხვდნენ, ამ შეხვედრაზე გადაწყდა ზუსტად ესა. და აქედან გამომდინარე უნდა იცოდეთ ერთი რაღაცა, რა მოსკოვში ზუსტად კრემლში იმყოფება სატანის ტახტი, რომელიც როდესაც ტახტს დაიდგამს სატანა მესამე ტაძარში, რუსეთის პატრიარქმა უნდა ჩააბრძანოს ეს ტახტი და იქ უნდა მიიტანოს. ლენინს უნდა იმაზე, მაგრამ არ დაცალდა და ამიტომ იქ იმყოფება ესეთი. გემანდელი ახლა ჩვენი შეკრება ზუსტად აი ამას ესადაგება ჩემო კეთილო ხალხო. ის მესამე ტაძარი რომ აშენდეს, არაბებმა უნდა დაცალოს ის ტერიტორია, ამიტომ ისინი ხო უნდა წავიდნენ სადმე და ზუსტად საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ ისინი. აი ეს მოლაპარაკება მოხდა თვითონ ებრაელობასა და არაბებს შორის და აქედან გამომდინარე არის რომ აი ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ასე აქ გადაწყვეტილი. ეს არის ძალიან დიდი შემოტევა. ჩვენ ლოცვებში გვაქვს ასეთი სიტყვები. ღმერთი უფალში გვაქვს ასეთი ყოველი თესლები გარემომადგენს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მას. თუ ჩვენ მართლად ღმერთის წინაშე არ გავერთიანდით საქართველო, თუ არ დაბრუნდა დედება ის თუ არ შეინანა, რაც ოდვებში და დედები იმყოფებია, მამა გაბრიელის ნათქვამი გაიხსენე ჩემო კეთილო ხალხო, როდესაც დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას, რომ აი ამდენი აბორტების კეთებით ვიშებით ზუსტად რა, იმიტომ აფხაზეთი ამის გულისათვის დავკარგეთ, სამაჩაბლო ამის გულისათვის დავკარგეთ, მე აღარ ვამბობ ახლა დანარჩენ ტერიტორიას დავაგლარჯეს და იქით სომხეთს რაც აქვს აღებული და სხვა დანარჩენებს, მე ვამბობ იმას, რომ ეს არის ჩვენი ბრალი. ამიტომ როგორც მინეველობა თავის დროზე ძალზებით ჩაიცვეს, როდესაც ისინი აქტიურად მარხულობდნენ და ღმერთს შესხობდნენ, რომ გადარჩენილიყო, ჩვენც ასე უნდა შევთხოვოთ. იმიტომ ჩვენ ახლა იარაღს ვერ ავიცხავთ, იმიტომ იარაღს ისინი აწარმოებენ, ჩვენ არავინ არ მოგწევს, თუ მოგწევენ ერთმანეთის დასაწყოთად და ვიცით 91 წლის ამბები, 20 სხვათა შორის აქ ვიყავით ჩემს ბიძაშვილს აშენ სიდადრი გარდაეცვალა და დაკრძალვაზე ვიყავი ქაშვეში რომ მივედი ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება ჟურნალისტი შევხვდა და შევაკითხე რა ხდება თქვა და რაოდა რუსთაველიო დაგვით უნდა გავწვიდოდო და მე ვთხარი ერთი რაღაცა დაიმახსოვრე რომ ისე არ მოახდინო რომ საქართველოს არ მეაყოლა უკან თქვა და კიდევაც გააკეთეს ეს საღამოს საათებში უკვე შესრულდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩემი თხოვნა რა არის, ჩემო კეთილო ხალხო და ჩემო გულ დათუთგულო თანამემამულენო, ჩვენ ერთმანეთს ხარში უნდა დაუდგეთ სუღონა. არ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის ძინძგლაობა, ერთმანეთის განკითხვა, ერთმანეთის ის უნდა გავერთიანდეთ უფალ იესო ქრისტეს და მისი დედის გარშემო. აი ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენმა ლოცვამ უნდა შეძლოს ის, რომ რასაც ძალას არ შეუძლია, აი ლოცვის მეშვეობით უნდა შევძლოთ ჩვენ ეს ყველაფერი რა. აი ჩემი თხოვნა ეს იქნება რა, იმიტომ ჩვენ ახლა რაც არ უნდა გავაჟღეროთ, არავინ ჩვენ ხურს არ გვისვენს, იმიტომ ჩვენთვის ყველანი ხრღვები არიან, ყველანი ბრბები არიან, ყველანი უტყვები არიან რა. და ამიტომ მივაქციოთ ამას ყურადღებას მე 2020 წელს მოგიწოდეთ თქვენ, რომ მაშინ დაგვეწყო ეს გაერთიანება, რომ ჩვენი ხალხი რო ჩაწყვიტეს იქ არ საავადმყოფოებში რო ჩაწყვიტეს. მე შევხვდა კაცო კოვიდი, მაგრამ მიყურებთ რა გერავა ცოცხალი რა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც შეიყვანეს საავადმყოფოში, ისე დანადგარები ჰქონდათ იმას, რომ არცეც ვის არ ჰქონდა, რა ქვია, ფილტრი არ ჰქონდა და ცხელი ჰაერი ეწოდებოდა ადამიანებს და უგლიჯავდათ იქით უარესად ფილტრებს და თუ აი ეს არავის არ უთქვია, მაგრამ ახლა ვამბობ, მიმდინარეობდა ძალიან კარგად ბადრო მიდიოდა პირდაპირ სხეულებით ვაჭრობდა. რატო არ გაახსნევიებდნენ მიცვალებულებს?
ამოკვეთილი ჰქონდათ ყველას ყველაფერი. არც გული არ ჰქონდა თავის ადგილზე, არც ირკველები არ ჰქონდა, არც ფილტვები არ ჰქონდა და არაფერი არ ჰქონდა თავის ადგილზე. ტვინი რო ტვინია, ეგიც არ ჰქონდა. ახლა თუ დაიჯერებთ აი ესა. აი მე ეს მინდოდა რა, მე თქვა და ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ყოველ ეს იგეთებს გისურვებთ. ჩვენთან არც ღმერთი. ერთმა დაგლოცოთ. ერთი წუთი რაც შეეხება მამაო კოვიდს და პანდემიის თემას, ალბათ ყველა ვიცნობს, თუ ვიღაცას გაუკეთებია გადაცემები, მაშინ თავისუფალ არხზე გამოდოდი. ხო, ალბათ ყველაზე მეტი გადაცემა მაქვს გაკეთებული და ჩვენთან ერთად ერთი ჯგუფი მივიძოდით ძალიან სერიოზულად. ქალბატონი თინა თოფურია, თინათი გოცაძე, ნონა აღდრომელაშვილი, შორენა შანიძე და კიდევ იყვნენ სხვა ჯგუფები. აი ამ ჯგუფებმა ჩვენ ცარი ელახელებით ფაქტიურად მოუგეთ ამ გიგანტურ მასმედიებს ისეთ პროპაგანდას ეწეოდნენ. აი განაცხადა და მე უბრალოდ იქეთ ვიყავი შეტრიალებული რომ საპატრიარქოს მოესმინა, მაგრამ იქ არავინ არა, ახლა ალბათ გესმით, ხო სწორი ვარ რა. როდესაც იძახიანო მარტო უნდა ვილოცოთ. მე მინდა შევახსენო ქართველებს, თქვენ მინდა შეგახსენოთ მარაბდის ბრძოლა. ეს 1625 წელს იყო, ვიცით, მარტყოფი მოვიგეთ, მაგრამ ახლა შაჰაბაზმა გამოგზავნა ჯარი და დაუმარცხეთ ჩვენ მარაბდის ბრძოლაში. მარაბდის ბრძოლაში უდიდესი ზარალი განიცადეთ. მაშინ, რა ვიცი, მე დაიღუპა დავით ჯანდიერი, იასეკ სესიანისთავი, ბაადური ციციშვილი, 9 მაჩაბელი, 7 ჩოლოყაშვილი, 9 ძმა ხერხეულიძე, მათი დედა, მათი ნაბოლარი და მათთან ერთად ხმით ხელში მტერ შეაგდა 2 ეპისკოპოსი, რუსთველი და ხარკაშნელი. 2 ეპისკოპოსი ხმით ხელში შეაგდა მტერს. ახლა, როდესაც კონსტანტინე მირზა მანამდე თავისი ძმა და მამა მოკლა, გიორგი ბატონიშვილი და ალექსანდრე მეორე ბერდიდი, ამ დროსაც მოკლული იქნა მეკრესელი ეპისკოპოსი და სასიკვდილოდ დაჭრეს მთავარ ეპისკოპოსი ალავერდელი და რუსთველი. შემდეგ აი ეს გვირთავარამში წერია, მაგრამ დაბერწმუნეთ, რასაც ახლა გეტყვით, მე გვირთავარამიდან არ ამომიღია. იყო ლანჩხუთში ასეთი ოჯახი, აი ცოცხალი ბატიანე იყო, 3-4 საუკუნის ცოცხალი და მე 5-6 წლის რო ვიყავი, მიყვარდა იმ ოჯახში თავადის ოჯახი იყო და იბისგან მოყოლის დაუდგები. როდესაც სიმწრის გორა, აი მაშინ კახელებმა არ დახული რამ გააკეთეს. ერთ გორაზე აიტანეს მთელი თავისი სიწმინდე. გარშემო შემოერტყენ და პირველი ვინც შეაწყდა მტერს, ეს იყვნენ 700 აბჯროსა ფაჩოსანი ბერი. პირველი ესენი შეასკდნენ. ამიტომაც მე და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასულიერო პირი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვიცით არის დავით აღმაშენებელის აღმზრდელი, ხო, გიორგი ჭყონდიდელი. და როდესაც გარდაიცვალა, მე მინდა შეგახსენოთ გამოსამშვიდობებელი სიტყვები. ვაგლახა დიდი ხარ და რა პატარა კუბო მიკმარა შენთვის საქართველოს დიდო მოამაგე მამა გიორგი. შენი ჯვარი და შენი ხმალი მარაწინ გაუძღვება ჩვენს ერს. ინებოს უფალმა ქართველმა ერმა შენ მოგმადოს უკუნითამდე მტერთან ბრძოლაში. გონებ გეყო მახვილის ქნევა, 75 ჭრილობა თან მიგავს სამარეში მტერთან ბრძოლებში მიღებული. ვაი ჩვენ უშენო თორე შერა გიჭირს. სულ მნათო და ვალმოხტილო რაინდო ჩვენო. ახლა როდესაც სიმდიდრეზე საუბრობდა, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, და აღარ იცი, აი საერთოდ პლატონი იყო, ახლა ქრისტიანი არ იყო, მაგრამ გენიოსი იყო, საერთოდ ღმერთი ამ გენიოს ადამიანებს უბრალოდ ისე არ უშვებდა, ისინი თავის ფუნქციას ბევრ რამეს ასწავლიდნენ და გენიალობის აზრი ის კი არ არის, რომ ლამაზია და მოსწრებულია, არსითაა გენიალური და ყველა დროისა და ყველა ერისათვის მეტნაკლებად მისაღებია. სიმდიდრემ შეიძლება იზეიმოს
მაგრამ ტირანიის სახით არ უნდა იბატონოსო. დღეს კი სიმდიდრე ტირანიის სახით ბატონობს. და კიდევ ერთი სახარებიდან და კარგი დავამთავრებ სვარამების აი მე-19 თავი ჩავიხედოთ სახარება, მათე სახარება. საუკუნო ცხოვრება და დიდარი ჭაბუკი. ახლა მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა. მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს. მან უთხრა, რატომ იწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ მამა ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებებია, რომლები იესომ უთხრა, არ კლა, არ იპარო, არ იბუშო, არ გამოხვიდეთ სრულ მოწმედ, პატივი ეცი მამას და დედას, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა, ყოველივე ამას ვიცავდი, რაღა მაკლია კიდევ. უთხრა მას იესო, თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, მთელი შენი ქონება გაყიდე და დაურიგე ღარიბეთ. შემდეგ მოდი და გამომყევი. ეს რო ჭაბუკმა გაიგო, დაღონებული გაშორდა, ვინაიდან დიდ ზარი ქონება ქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, გაუძნელდება მდიდარს სათავსას უფევაში შესვლაო. ასევე გეუბნებით ჩვენ, უმალ აკლემი გაძვრება ნემსის ყუთში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველშიო. აკი, აი, კარგით რა, არადა კიდევ აი ბოდიშით რომ გამიძედა, ჭონდიდელის თვითონ დახასიათება. მარად მორჩილი, მარად მდუმარე, მარად აღზნებული, მაგრამ თავშეკავებული, თავგანწირული არა მაყრები თავნადებისა. გულებით გმირი, გულებით თავმოდრეკილი, რომელსაც სიტყვა მე გადავიჭრდა ხოლმე და მხოლოდ ჩვენ სიტყვა ხოლმე და ამ ჩვენში იგულისხმებოდა ერი, მეფე და სახელმწიფო. ფარსა და თორს არ იშორებდა მოხუცი, ჭაბუკებთან ერთად ხმლის ამოწმენას დანატოლებული. დიდი ვაზირი და მთავარი ეპისკოპოსი თვითონაც ისე საწყალობლად ცხოვრობდა, როგორც ერთი ვიღაც უპოვართაგანი. ერთადერთი მასაწოლე ბერინს დესას ამარა ჭონდიდელთა ბატონკაცის სასახლეში. ჩარჩის შეჭამანდი იყო მისი ყოველდღიური საზდო და მოხუცი ძიძიშვილების მიერ გამომცხვალი ზალბულთა მიერ გამომცხვალი ხმიადიო. როგორ გავს არაზოგია ჩვენ გადაჯიბებულ სამღვდელოებას რა. კარგად ძალებოდეთ, უფალმა დაგლოცებდა. რა საკვირველია, დღეს ჩვენ აქ ითქვა რომ არავინ არ გვისმენს. ჩვენ შეიძლება არავინ არ გვისმენს, მაგრამ უფალი გვისმენს. და ეს ყველაზე მთავარია. აბჯარი უნდა ავისხათ, შოკოლადა უნდა გავიდათ ბრძოლაში. აიცვერეთ ერთი კუთხე. რომელი აბჯარი უნდა ავისხათ? სიმართლე. ხელ როდესაც ჩვენ ახალგებები ამ ეტაპზე, მამაო, ერთი კითხვა. ამ ეტაპზე ჩვენ მშვიდობიანი ფორმებით რომ გვინდა რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, ამიტომ მოვედით საპატრიარქოსთან. თუ ეს არ მოხდება და საპატრიარქო არ დაუდგება ქართულ ხალხს გვერდით, რომელი იტყვის უარს, რომ აისხა საბჯარი და იბრძოლა სამშობლოს დასაცავად და მართლმადიდებლობის დასაცავად. ერთი მითხარით. როგორ აბა რასიზამ გუშინ კაცო ერთმა დამირეკა იარაღს, ყველაფერი რაც ხელში მოგხვდება იმას ავიღებთ. თქვენ იცით მომისმინეთ, მე გაყიდული ომების იმაზე არ მინდა აქ საუბარი. აგენ გუშინ მირეკავდა ერთი ჩუმა თლიანად გაყიდულია თბილისის გარშემო. თელეთზე იყო ასული, ტაბახმელა, კოჯორისკენ მე ვიყავ, სუდავიერ, სულ გაყიდულია ყველაფერი. იცით თქვენ, მოდემდე უნდა უყუროთ. და აბა მაშინ უბრძოლელად უნდა დავნებდეთ ამ ყველაფერს. არ გვინდა ეხლა რა.
ძალიან აქოთ ეხლა ეს არა მოიცოდეთ არ გვინდათ ეხლა ეს არა ძალიან აქოთ რა ეხლა ესეთი ლაპარაკი არ გვინდა ქართველი არის გმირად დაბადებული და სული ბრძოლა თელი თავისი ისტორია უკარქაშოხლების ისტორიაა და სული ბრძოლა სამშობლოს დასაცავად აბა როგორ გინდათ ეხლა მე სიტყვას გადავცემ ქართველთან კი ბატონო ერთი წუთით ეხლა მე სიტყვას გადავცემ ქართველთა დიდი გაერთიანების თავარი სათათბიროს წევს ქუთაისიდან აქვს ჩამომძანებული დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ბახტაძე მოგესალმებით ქართველებო მოგესალმებით ყოველ თქვენგანს და მინდა მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის ერთი შეხედვით სამადლობელიც რა არის მაგრამ არაა დღეს ზიოლი საკუთარ თავში მონახოთალა და დადგე იქ სადაც წესით ყოველი ქართველი უნდა იდგეს არა იოლი ეს ურთულესი არის იმის ფონზე რაც ხდება ბოლო 3 ათეული წელი იმდენად იმედ გაცვლება ქართველი კაცის გულზე მოდებული და იმდენად უღონოდ გძნობს საკუთარ თავს დღეს საკუთარ თავში იმის სადის მოძებნა რომ დადგე იქ სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი ქართველი მართლაც მირობის ოფას გამიჯერებოს ასე და დღევანდელი ეს საინფორმაციო შეხვედრაც ხალხო თქვენ ნაკლებად გეხებათ ეს არის ფაქტიურად ინფორმაციის მიწოდება იმედია შეისმენენ საპატრიოტო თვისადმი თორე მე დარწმუნებული ვარ ყოველმა თქვენგანმა ჩვენ ასაკ საუბრობთ შენურად იცით და არც არაფერი არ გეშლება და იმიტომ ვაღარ დღეს ვუშლები აქ და მე დღეს პარალელი არ მინდა გავავლო ჯერჯერობით თუმცა მახსენდება ის ალბედითი 1991-12 წლები როდესაც 22-ში გავარდა პირველი ტყვია და ჩვენ მაშინ ახალგაზრდები რამოდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდით საპატრიოტოსთან და იმედით რომ მაშინ საპატრიარქო რაღაცას მაინც იტყოდა და ჩვენ მივიღეთ პასუხი რომ პატრიოტი არის შეუძლოთ რამოდენიმე დღის შემდეგ და ვერ შეხვდებათ იმაზე აღარაა საუბარი რომ არანაირი განცხადება მაშინ არ გაკეთებულა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პოლიტიკა ირჩიეს არ მოხდა მაშინ დაგმობა თავის დროზე ძმათაგველი ომის ქართველის მიერ ქართველის იარაღის როლის აქ არ აქვს საუბარი თუ რომელიმე მხარე იყო მართალი ეს კი ცალკე თემა მაგრამ მთავარია რომ რატომღაც მაშინ საპატრიარქომ აირჩია დუვინის პოლიტიკა იმედია დღეს იგივე არ მოხდება იმედია ის არის გაკვეთილი არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ მათთვისაც თუ არ მოხდა მაშინ ქართველი ერის დადგომა იქ საერთოდ ამდგარიყო და დღევანდელი დღე არის ფაქტიურად მოწოდება კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ ის რაც მოხდა 33 წლის წინ მაშინაც იყვნენ რა თქმა უნდა მამოები დღესაც არიან ცალკეული მამოები რომლებიც გამოხატავენ საკუთარ პოზიციას მაგრამ ეს არაა საკმარისი აუცილებელია თუდან საპატრიარქომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და დაარაზმოს ქართველი ხალხი იქ სადაც უნდა იდგეს ყოველთვის მართალი კაცი და მართალი ქართველი გაიხარეთ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ჩვენთან მოგზაურდა ახლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წევრი და პრეზიდიუმის წევრი ბატონი გურამ აკაცარია და თხოვა სიტყვა მიცე მას მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო მე გახლავართ კონსტიტუციური ხელისუფლების მიწათმოქმედებისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე თუ რა ხდება ყველაფერი ვიცი ბატონო მოვიყვან დიდი ქართველი წერლის ნათქვამს არაბობაზე ერის თავადები იწეოდნენ ვითარ ლერჯამნი ქართადან ძლიერთაო გახშირდა ფაქტიურად წესად იქცა მრავალწლიანობა კაცის მიერ კაცთან ცხოვრება და ასოთებული ამბობს ნემატიანი ამას ეს არის ბატონებო არაბო მინდა
გადავთხოვოთ უყველა ბატონებო. 92 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს უზენაესმა საბჭომ და პრეზიდენტმა მიიღეს დადგენილება, რომ ყველა ის კანონი, ის ქმედება, რასაც ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ ჩაატარებს 4 არამკითხე ნაძირალას, ჯაბას, სიგუას, ტიტოვანისა და შევარდნაძის სამართალო მემკვიდრეები წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული, მათ შორის არჩევნები და ყველა დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძიდან მოყოლებული არის კანონგაროში ხელისუფლება. ეს დადგენილება გაეგზავნა ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის არაბებს, მათ შორის პაკისტანელებს, სხვებსა და სხვებს. და ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი თეორიული და რეალური შანსი. ახლა მინდა ძალიან გახშირებული პატრიარქის ლანდრის მომხრეებს უთხრა 98 წლის საშობაოდ ამოვიდა უძმინდესი და უნეტარესი ტელევიზორში და ხალხს მიმართა შემდეგი სიტყვებით. საბჭოთა კავშირში ეკლესიას კურირებდა სულკი, ხოლო სულკი დადებითად ეთვლებოდა, თუ იქ იქნებოდა უარყოფითი ხალხი და ნუ გიკვირთ დღევანდელი თუ ჩვენი ეკლესია არ უთქვია, მაგრამ მათ შორის მეც ანგარიშვალდებული ვარ სულკთან. ამაზე მეც ვერ იტყოდა, თავი დამანებით. გამიშვით 2003 წელს ანტონობდა და წასვლა უნდოდა და მანანა არჩევანზე შეეხება და უარი ათმევი. როცა უთხარით რატო გააკეთეთ ხალბატონო და უარესი მოვა. უარესი რა იქნება არ ვიცი ბატონებო, მაგრამ ამ კაცს ფაქტიურად მონანიებული აქვს თავისი ამ სატელევიზიო და სხვა გამოსვლებით მეტი არ შეუძლია, რასაც უყრდანებელი ის უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ ასეა, დღევანდელ საპატრიარქოში ძალიან ბევრია ასე შემოგზავნილი რაღაცებზე, გამოჭერილი რაღაცაზე წარწმედილი ხალხი და ჩვენ ძალიან ბევრს მოვთხოვთ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. თანაც რო უნდათ ვერ დაგვიდგებიან. იმიტომ ვერ დაგვიდგებიან, რომ გამოჭერილებიან 1000-1000 სიგინდუში. ერთ კადრს მარტო ერთ კადრს გაუშვებენ ტელევიზორში და მორჩენილია მაგათი კაცობას, მამობას და ყველაფერს. მასალეთ ახლა. აი აქ ვინც არიან დღეს საპატრიარქოში, ვისაც გულში ქართული სისხლი უდუხთ, უნდა თქვათ ბატონებო თქვენი სიტყვა ერის დასაცავად და არა ვინც ხართ კგბ-ს დანიშნულები, ვინც ვალდებული ხართ კგბ-ს წინაშე. აგერ გვაქვს უახლეს ისტორიაში კირიონისა და ამბროსი ხელაიას და ამბროსი კათამაძის მაგალითი. ამიტომ წლის ნახვა ახლა რომ სუგის მიერ მოგზავნილებს საყარი ბაუკითხო თავზე მგელსავით, მაგრამ მე ვიმართავ სინოდის იმ წევრებს, რომლებიც არ ახართ ასე გამოჭერილები, ასე არწმედილები და კიდე შერჩენიათ ქართული ჯიში და ჯილაგის სისხლი და წვეთი. თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა, თქვენ უნდა დაუდგეთ ამ მოძრაობას და ერთს. ილია მეორე ვერ დაუდგება. ჯანსე და სროიღოს ვერ დაუდგება გარკვეული მიზეზების გამო. რაც მან 98 წლის საშობაო ეპისტოლეში თქვა ბატონებო. 2004 წელსაც გაიმეორა, არ შეუძლია. არა კუფლებას არ აძლევენ ბატონებო. ეს არის ყველაფერი ვიცით. დანარჩენებს მოუწოდებს სინოდის წევრებს, რიგით პატიოსამგლებს. ჩვენ დაგიდგებით ვერდი და მოვაწვოთ რუის ურბნისი თუ გინდათ. და იმედი გვაქვს რომ ასევე სუგის მიერ დანიშნული შიოლაშვილს შიო არ შეცვლის ბატონებო და ალბათ უნდა მოვიდეს სერიოზული პატრიარქის ადგილზე მჯდომი პატიოსანი ქართველი.
ეს არის ბატონებო კანონიერი ხელისუფლების პოზიცია და წყლის ნაყვანს შევეშვათ დანარჩენებს აგერ ბატონი რომ ბრძანდება მდელი მოგმართავ თქვენ და დანარჩენებს ვინც იქ არიან ამბროსი ქათამაძე შეეწირა ამას იცით დაძერა გაზეთში რომ პატრიარქს ხელფეხი აქვს შეკრული და ვერაფერს ვერ აკეთებსო მაგრამ იქნებ რამენაირად ამოუდგეს გვერდით ქართველ ერს სხვა გზა ქვეყანას არ აქვს როცა აბსოლუტური უმრავლესობა გახდება ქართველი საქართველოში ის არაბები ისევ მუძავდებიან პაკისტანელები ისინი ხო არ გონიათ საშუალო სიძლიერის ხალხი იყო ესენი ყველა არიან მებრძოლები ყველანი არიან ძალიან ანტიქრისტიანულად განწყობილი ხალხი და ეს იქნება ქართველების უკანასკნელი დღე ამიტომ გთხოვთ თქვენ ქართველებს არ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა ამოვდექით ამ გაერთიანებას და თქვენს უზენაეს საბჭოს და მე პატიოსან მამაოებს გთხოვ ყველას გთხოვთ ეს მე ვარ კონსტიტუციური ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩემი თხოვნა არ არის რიგითი თხოვნა ეს არის კანონის მოთხოვნა ბატონებო კანონის ძალით კი არ გთხოვთ გიბრძანებთ დაუდექით ქართველ ერს გვერდით თორემ ღმერთი არ გაპატიებთ ბევრი მაგ ძალიან ბევრი სალაპარაკო ყველაფერი ვიცი სად რა ხდება ბატონებო მიწებთან დაკავშირებით ერთ-ორ მაგალითს ვიტყვი როლანდ გილიგაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო ზვიადის დროს 92-ში და ინფარქტი მივიღეს სამჯერ დასაყრდად და ვარ გაყვანილი ჯოჯოხეთ გამოვლილი და სამწუხაროში მინახულა და მითხრა 93 წელს შევარდნაძემ და ჟვანიამ თბილისის აგლომერატი ერქვა 200,000 ჰექტარი მიწა მარნეული გარდაბანი დმანისი ბორნისი მიყიდეს აზერბაიჯანელებს ჰექტარი $2,000 მივედიო შევარდნაძესთან და უთხარიო ყიდისო ჟვანიაო მიწეს არ იქნება ბიჭო მასეო მიწაო და დაუდე გაღალდიო სადაც ეწერაო ვიყიდე 2 ჰექტარი მივეცი $4,000 და ასე შემდეგ არ წუთში უკვე მომძრალი ვიყავი მიშამ 39,000 ეროვნების სომეხი თურქეთიდან ჩამოასახლა აჯარაში დღესაც იგივე გრძელდება ეს არის პოლიტიკა ბატონებო გეგმა ზომიერი ქართველების განადგურების რამე თუ ქართველები ყველაზე ღირსეული ერია ერთ-ერთი მსოფლიოში და ბევრ ვინმეს არ აწყობს ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ პატიოსან სამგდელოებას გამოიღეთ ხელი თორემ მერე გეუბნებით კონსტიტუციური ხელისუფლების სახელით ყველაფერს მოგეკითხებათ ყველაფერი კაცრად მოგეკითხებათ ქართველი ერისაგან და სამშობლოსგან კი მაგრამ კანონით მოგეკითხებათ დიდება უფალს დიდება ქართველ ერს და ღვთისმშობელს შევავედრო თავისი წინხვედრი ქვეყანა ღვთისმშობელო ქართულო რომელმაც მათხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა ევედრე ძესა შენსა და ქართველებს დაუნარჩუნდეს ეს ქვეყანა ამინ ეხლა სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დაფუძნებელს პროფესორ ბატონ გიგლა გობეჩიას მოგესალმებით ძალიან დიდი დღეა დღეს ხმამაღლა ცოტა ხმამაღლა ძალიან დიდი დღეა დღეს ბატონებო და ქალბატონებო ჩემი გულწრფელი მადლობა ყველას სათითაოდ ვინც აქ ბრძანდებით და ვინც ხართ მოსული და იზიარებთ და ცდილობთ გამოხატოთ ის სათქმელი რაც გულში გაქვთ თაც გული გაქვთ სავსე 33 წელია ქართული საზოგადოება გულში იმარხავს ყველაფერს რასაც საკუთარი თვალით უყურებს თუ როგორ უჯიჯგნიან სამშობლოს უყიდიან მიწას წყალს როგორ ერეკებიან ქართველებს აქედან გამიზნული პოლიტიკით როგორ უქმნიან ვითომ სასათბურე პირობებს უცხოეთში და როგორ
პრაქტიკულად მიუღებელ და შეურაცხყოფელ პოზიციებზე ამუშავებენ მათ. როცა ის ფინანსური სარგებელი, რასაც ისინი იქ შეულობენ ამ თვალსაზრისით, თავისუფლად შეეძლოთ საქართველოში გამოიმუშავებინათ, საქართველოში რომ სწორი პოლიტიკა ტარდებოდეს. მე ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვი, ჩემს გადაცემაში და არის ამისი მოწმეები, ზუსტად იმ დღეებში, როცა 34 წლის წინათ, როცა ზვიად გამსახურდია დღეს 29 რიცხვია, ხო, 29 ნოემბერი. 28 ნოემბერს, ზუსტად 2 კვირის თავზე და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, 2 კვირის თავზე ზვიად გამსახურდიასთან მოვიდა ერთ-ერთი დელეგაცია ორი დიდი ქვეყნიდან. არ დავასახელებ ამ ქვეყნებს, თავადაც მიხვდებით. მას დაუყენეს ესეთი წინადადება, ესეთი შეთავაზება გაუკეთეს ბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველო ორ მხარედ გაყოფილი ვთქვათ, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ან აღმოსავლეთის მოსახლეობა გადაბარგებული იყო დასავლეთში, ან დასავლეთის აღმოსავლეთში. ჩვენებს უნდა აერჩიათ ეს ყველაფერი, სამაგიეროდ აქ შემოვიდა და გარკვეული ტომი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ქართული ერის შემდგომში გართულებების და მოსალოდნელი სირთულეების აცილების ვალდებულებას, თავიდან აცილების ვალდებულებას. მოწმეები ყავს საქართველოში ამ ფაქტის. შემდეგ იგივე, რა თქმა უნდა, ზვიადმა მკვეთრი და მკაცრი პასუხით გაისტუმრა ისინი იქიდან. შემდეგ იგივე შემოთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის ვიცე-პრემიერის დონეზე გაჟღერდა ფოთში, როცა 1991 წლის მაისის თვეში იქ ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წყალში მფლობელთა შორის. მე მგონი ბევრს გეხსომებათ ალბათ ეს ფაქტი. და ორივე შემთხვევაში, როცა ისე უარი მიიღო, ბატონ ზვიადს უთხრეს. არა ორსახოვნად, არამედ პირდაპირ. ზვიად კონსტანტინოვის უსულად უთხრეს, თქვენ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ კოლელობას მოაწერეთ, თვითმკვლელობას მოაწერეთ ხელიო. აი იქიდან მოყოლებული თვალი აქვთ ჩვენს ქვეყანაზე დადგმული. ჩვენ ვხედავთ ამას, ვხედავთ იმ სიჩუმეს, რა სიჩუმის გამო ჩვენ აქ თითოეული მოვედით. მე ამ ტაძარში, ამ საპატრიარქოს შენობასთან და საერთოდ ყველა ქრისტიანულ ტაძარში, სადაც მომილოცავს და მომილოცავ კიდეც, დიდი ხანია დავდივარ. პატარაობიდან, ალბათ, ბავშვობიდან, საკმაოდ 17-18 წლისთან, ამიტომ ისეთი ფაქტების მოწმე გავხდი ჩვეულებრივი ჩემი, ასე ვთქვათ, ასაკიდან გამომდინარე გონკავშირელი კაცი და პიონერი თქვენ ეს რა სისტემაც იყო და სად შევდიოდით. დღეს უფრო იშვიათად დავდივარ. მქონია ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, როცა შევხვედრი ვარ აღიარებულ თუ არ აღიარებულ წმინდანებს, ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან, თქვათ, ჟურნალისტი გახლა ვარ და მქონდა ბედნიერება, რომ შევხვედრდი ბევრს. საოცარი საიდუმლო და წინასწარმეტყველებებს მიყვებოდნენ და მიყვებიან. ბატონებო, ქართველთა დიდმა გაერთიანებამ უკვე რამდენჯერმე გააჟღერა მძიმე პროგნოზი. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ ფუკასავით აგვაცლიან მიწასაც, წყალსაც და საერთოდ აგვხიკავენ აქედან. მე მიკვირს საქართველოს საპატრიარქოს, მე დედა ეკლესიას არ ვეხები, დუმილი მთელი 33 წლის მანძილზე. ყველა ის უბედურება, რაც დაემართა საქართველოს და ქართველ ხალხს, ეს არის საპატრიარქოს დუმილის შედეგი, წარე შედეგი. მე ამას სინანულით ვლაპარაკობ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რეალობას უყურებ თვალებში. დღეს თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში თითოეული მღვდელმსახური საქართველოში, პირველ რიგში მადლობას მოვახსენებ მღვდელმსახურს, რომელიც დღეს აქ ბრძანდება ამ გამოსვლისთვის, ამ სითამამისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ თითოეულ მღვდელმსახურში უნდა გაეღვიძოს გრიგოლ ხანძთელის სულმა და არა გრიგოლ ბერბიჭაშვილის სულმა. იგივე ვიცი ჩვენ ვინც იყო და რაც გააკეთა. აი ამას შორის მიდის დღეს დავა და ბრძოლა პრაქტიკულად. ამიტომ ჩემი გულწრფელი თხოვნა, ჩვენ სათხოვნელად მოვედით აქ. გეხოთ უკვე ბატონები 33 წლიანი დუმილი, გამოფხიზლდით და დაუდეკით თუნდაც იმ გამორჩეულ
მესტია ზემოსვანეთის ეპარქიას, რომელმაც უკვე განცხადება გააკეთა და ძალიან სერიოზული. მე მადლობა მინდა მათ უთხრა აქედან, როგორც ერთმა რიგითმა ქართულმა, რიგითმა პუბლიცისტმა და გულშეწუხებულმა იმის ცოდნით, რაც ვიცით, ნეტა არ ვიცოდეთ და არაფერი, თითოეულ თქვენ თემას მოგმართავთ, ჩვენ ვიცით გასაჭირი, რაც მოგდგომია კარს, ზვავი, რომელიც მოემართება ჩვენს წინააღმდეგ და ვიცით და იმიტომ დგავართ აქ და ვითხოვთ ქმედებას. მერე უკვე გვიანი ხდება და მერე როგორც ეროვნული ხელისუფლების, დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენელმა და უპატიოსნესმა პიროვნებამ ბატონმა გურამ ამბძანა, მერე ყველას მოგეკითხება და პირველ რიგში საკუთარ თავებს უნდა მოვკითხოთ ყველაფერი. მე ხანდახან ვფიქრობ, დღეს თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, მოგვერევიან ცალ-ცალკე. დაგვშლიან, დაგვაკუცმაცებენ. დღეს ამიტომ არავის განკითხვას არ უწყებთ, არავის მოკითხვას არ უწყებთ, გამოკითხვას ასე ვთქვა, დღეს წესიერი მდელმსახურები და ერის და საზოგადო მოღვაწეები უნდა დავდგეთ ერთად, რაღაცა ჭობის დარბაზი, რაღაცა შევქმნათ, ჩვენ უკვე შევქმნით ქართველთა დიდი გაერთიანების ჯგუფი და ქართველთა დიდ გაერთიანებას შეუძლია. ჩვენ დავიწყეთ უკვე გამოფენა. აგერ ქალბატონს ჰქონდა გამოფენილი სურათი, თუ შეიძლება მათხოვეთ ერთი წუთი ეს პლაკატი ქალბატონო, ისა სურათი. აბატონებო, შეხედეთ, გამეხმარეთ რომ გაშალოთ. მიმართავ საქართველოს პარლამენტში, გუშინაც გავაკეთე ტელეკომპანია ობიექტივიდან ეს მიმართვა. აი, არ დაესიზმრება თითოეულ არაბს ეგრეთ წოდებული ინვესტორს, აი ასეთი სასახლეების პროექტებით არიან ისინი შემოსული და ვაჟა ოთარაშვილის ბრძოლა, მისი თანასოფლელების ბრძოლა რო არ ყოფილიყო სამ თავისიდან, საოცარი სალოცავიდან სამ თავისიდან 200 მეტრში, 200-300 მეტრში აი არაბული სოფელი შენდებოდა იქ და ასეთი პროექტები უნდა აშენებულიყო. თქვენ ვინმეს გეეჭებათ რომ 2-3 თვეში ამას ვერ წამოჭიმავდნენ. რა თქმა უნდა წამოჭიმავდნენ, ისევე როგორც თელავის რაიონის სოფელ ჯუღანში არის გაკეთებული ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია. მერე გვიან იქნება თითზე გბენანი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აი საოცარი სიტყვით მოგმართათ ბატონმა შალუამ აღრაძემ გიჭყონდიდელი სადმი მიძღვნილით. დღეს თითოეულმა ქართველმა სამღვდელო დასის წარმომადგენელმა უნდა მიბაძოს გრიგოლ ხანძთელს და გრიგოლ ხანძთელის სულმა უნდა გაიღვიძოს მათში. ხოლო აქეთა ქართველებში ვინც ავართ საერო მოღვაწეებში და რიგითებში, მაგრამ გულანთებულ ქართველებში დავით აღმაშენებლის სული უნდა გაცოცხლდეს. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. იმდენად პატარა ვართ, ფიზიკურად მოგვერევი არ, მაგრამ სულიერად ვერა, იმიტომ რომ სულიერად ქართველი ხალხი ფენიქსის ფენომენის მატარებელია და მისი გატეხვა არავის არ შეუძლია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიხსენებ დევიდ ლენგის ამ ბრიტანელი ქართველოლოგის სიტყვებს. თქვენს ისტორიას ვკითხულობ, ვწმუნდები რომ ღმერთის შეწევნა და ღვთისმშობლის უპირველეს შეწევნა ქონდა. ამიტომ არის ბატონებო, მიაქციეთ საკრალურ ტერიტორიას ყურადღება. კრწანისის ტერიტორია უნდა გასხუსდეს. კრწანისი, რომელიც სისხლით არის გაჯერებული და გაპოხილი და მე სისხლის ენერგეტიკა არავის ნაკლებად არ ვიცი, იმიტომ რომ სისხლით გაპოხილი მიწისა. გაუფრთხილდეთ ამ მიწას. სანამდროა თუ ეს მოღალატე სამი ხელისუფლება, პირველიც შევარდნაძის ხელისუფლება, მეორე სააკაშვილის ეს კვადრატში აყვანილი მოღალატე ხელისუფლება და დღევანდელი რომელიც ადგას ამ გზას, ამას თუ ჩვენ პასუხი არ გავეცით, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით და მერე გვიან იქნება. მე ვიცი ზუსტად მე რატომ მოვედი აქ, მოვედი იმიტომ რომ მართალი ვიყო შემდგომში ჩემს შვილებთან, ოჯახთან, ჩემს სამშობლოსთან, ჩემს ხალხთან და საკუთარ თავთან, იმიტომ რომ შეგწყვებათ იმ დუმილის ყველას მივმართავ ეხლა, ვინც 33 წელი დუმდით, ამიტომ გამოფხიზლდით და როგორც დიდი ილია მოგვიწოდებდა, შეწყვიდეთ ძილი და გადადით ხიზელ მდგომარეობაში. ერთი გვერდიდან მეორეზე კი არ გადატრიალდეთ და ტაში უკრათ ამ მანქურთებს, ვინც ქართულ მიწას ყიდის. მით უმეტეს თქვენმა პატრიარქმა, ჩვენმა პატრიარქმა 2017 წელს გასაგებად და ღიად დაწერა.
ბოლო იერარქიული პასუხისმგებლობა არსებობს, სხვა თუ არაფერი, ხო? რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს ბრძანა პატრიარქმა. მერე ვინ არის შემსრულებელი? თქვენსავე ეპარქიაში, თქვენსავე ჯიშსა და ჯილავში. გამოდით და შეასრულეთ ის მოთხოვნა, ის კურთხევა, რაც მოგცათ პატრიარქმა. თორემ ერის ხალხს, ვინც ხედავთ ასეთ უპასუხისმგებლობას, ხედავთ მათ ფინანსურ მდგომარეობას, ზოგიერთი მეუფისას, თავისუფლებას არ მივცემ, ახლა სხვა სიტყვა უწოდე, რასაც მე ჩემს გადაცემებში და პუბლიკაციებში უწოდებ მათ, მაგრამ მოგეთხოვებათ, აუცილებლად მოგეთხოვებათ. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც აქ შეწუხდით და გულშეძრულები მობრძანდით. მე ახლა უმორჩილესი თხოვნით მივმართავ სინოდს და თითოეულ სამღვდელო დასის თითოეულ წარმომადგენელს. ბატონებო, გამოფხიზლდით. თქვით სიმართლე, დავიძრათ, შევიკვრათ, ჯერ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და განვითარებისთვის ქართველთა ინტელექტუალური პოტენციალი, გონებრივი პოტენციალი გამოვიყენოთ და ამას შეუძლია საქართველოს გახადოს მილიარდერი სახელმწიფო და ყველაზე დიდ სახელმწიფოთა შორის დავდგეთ და ამაზე შემიძლია უამრავი რამ ვილაპარაკო. გამიგრძელდა ბოდიშ ვიხდი, მადლობა კიდევ ერთხელ და გაგახარო და გაგაწილირო თმით. მეგობრებო, როდესაც ჩვენ დღეს აი ამ აქციას ვაწყობდით, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით თხოვნის რეჟიმში, ვინაიდან საქმე არის უმძიმესი. არაფერი არ გვაქვს სათხოვარი. ისინი უნდა გთხოვდნენ, რომ ჩვენ დაუდგეთ გვერდში. ეს არის სრული სიმართლე. ჩვენ 33 წელი უყურეთ იმ უბედურებას, ყველა მაოხრებელი როგორ იკურთხა ამ დაწესებულებიდან. დაწყებული შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ქვეყნის არ ვიცი რა, სამარცხვინოები, სალომე ზურაბიშვილი და ეხლა კიდევ ვიზის. ხო, განათლება საერთოდ არა, ხო? ხო და დაიღალა ქართველიერი, ხო? ამიტომ ჩვენ არავისთან თხოვნის რეჟიმში აღარ ვიქნებით. ეხლა ჩვენი ბოლო ის რომ ვიცოდეთ, ჩვენ ეხლა წავალთ ქართველთა დიდი გაერთიანების შეკრება გვექნება, მივიღებთ ტექსტ, შევადგენთ ტექსტ საპატრიარქოსთვის, ორშაბათს ოფიციალურად შევა ეს ტექსტი და მიეცემათ ერთი კვირის ვადა. თუ იმ ერთ კვირაში ჩვენ ვერ მოგვაწვდიან პასუხს, თქვენ ყველაფერს გაიგებთ, ჩვენ ყველაფერს გაგაგებინებთ აბსოლუტურად და აი ვისაც საშუალება ექნება, მე ალბათ დავიწყებთ რუის-ურბნისიდან მსვლელობას. პირდაპირ ყველა ნაგები ქართველი შეიკრიბება რუის-ურბნისში და აი იქიდან დავიწყებთ საქართველოს გადარჩენას. აი ეს იქნება საბოლოო შედეგი. ეხლა რა თქმა უნდა ესენი იტყვიან, რომ ეს არის დასვენება და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, ვერ გამოვხეთ ასე ესე. მთელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, მთელი საპატრიარქო ეხლა გვისმენს ჩვენ ინტერნეტიდან, ძალიან კარგად ესმით, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ სამდივნოში აქ ორშაბათს შევა ეს ტექსტი. თუ არ მივიღებთ პასუხს, მაშინ ყველას გაცნობებთ და უნდა მივიღოთ შემდეგ ზომები. დაიძრას დაუმორჩილებლობისაკენ რუის-ურბნისიდან ქართველიერი. აი ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, სხვანაირად ჩვენ ამ ქვეყანას ვეღარ გამოვაფრთხილებთ. დიახ, უნდა ჩავატაროთ, თუ თავის დროზე არ დაგვიდგება საქართველოს საპატრიარქო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა უნდა მოგახსენოთ ჩემო ჯიგრიანო ქართველებო, მართლმადიდებლებო, აქ მობრძანებისთვის. მინდა აქედან ემიგრაციას მივმართო, რომლებიც ძალიან ღელავდნენ და დღეს ზღვაწევილები მოვიდა იქიდან. განსაკუთრებით ერმილე ნემსაძე ისე დღესი იყო, რა ვიცი, 10 წელი დარეკა უკვე, ხო და ყველას მოვიკითხავ აქედან, აი ამ ხალხის სახელით, გული და სულით, ვინც აქ ვარ დარჩენილები, ყველაფერს შევეცდებით, რომ ჩვენი სამშობლო დავიცოთ. მადლობთ ქართველებო, მადლობთ მართლმადიდებლებო, ღმერთი არ შენთან, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. არა.
არა ვიცი დავით ეს რა ქვია ექსალონი ამბობს რომ დაუცი იყოს სკაციო ვისაც კაცის იკრებია ქართველთა გაერთიანება მეკითხებიან სად არის რუსაველის 18 ნომერში ხო ერთი ფოტოები ვისაც აქვს აი ეს ისინი იქნებ ილუსტრაციები აი ამ ახალგაზრდას დაუბრუნოთ იქნებ სხვადასხვა რაიონებში გვინდა გავაკეთოთ კიდევ გავამყავებთ მე ვეღარ მოვასწრებთ გავიგოთ